დავალიანების დაუფარველობის გამო, ასე ვთქვათ, პრობლემები ექნება კომპანიას. შპს საგზაო ერთ-ერთია, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ახორციელებდა. კომპანიამ მერიის ტენდერში გაიმარჯვა და სოფელში გზის მოასფალტების გარდა მოაწყო სანიაღვრე არხები. პროექტში 180 ადგილობრივი იყო დასაქმებული. კომპანიას თანხის ნაწილი ჩაერიცხა, ნაწილის ჩარიცხვა კი ამ დრომდე არ განხორციელებულა, რის გამოც კომპანია თანამშრომლებს კუთვნილ ანაზღაურებას ვერ უხდის. თუ თანხის ჩარიცხვის პროცესი გაიწელა, შესაძლოა კომპანია გაკოტრების პირასაც აღმოჩნდეს. პრობლემა, რის გამოც კომპანია და მისი თანამშრომლები რთული ვითარების წინაშე აღმოჩნდნენ, ზუგდიდის საკრებულოა, ნაციონალური მოძრაობის და პარტია ახალის წევრები მუნიციპალიტეტის საბოტაჟს მიზანმიმართულად ეწევიან, რის გამოც 2024 წლის ნაშთი სასახვა მიმდინარე წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ვერ ხერხდება. უკვე რამდენიმე თვეა შეფერხებით გავცემთ ხელფასებსაც, აქედან გამომდინარე კომპანია მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება. როგორც ვიცი, საკრებულოს პრობლემატიკასთან არის დაკავშირებული, ჯერჯერობით როგორც ვიცი, ვერ შეიკრიბა საკრებულო. 5.368.300 ლარი ეს ის თანხაა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გასული წლის ბიუჯეტიდან შემორჩა. იმისთვის, რომ ეს თანხა მიმდინარე წელს ბიუჯეტში აისახოს, საკრებულოს თანხმობაა საჭირო. საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია ფლობს, გადაწყვეტილების მიღებას 23 ხმა სჭირდება, რაც ოპოზიციის ბოიკოტის გამო არ გროვდება. ზუგდიდის საკრებულოს წევრები პარტია ქართული ოცნებიდან ფაქტს საბოტაჟს უწოდებენ და აცხადებენ, რომ საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების ინტერესი მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობას გადის და ხალხისგან მინიჭებულ მანდატებს ბოროტად იყენებენ. 25 წლის ბიუჯეტს მხარი დაუჭირეს და ისმის კითხვის ნიშანი, კითხვები, რომ რატო დაუჭირეს მხარი, რომ ხელფასები გაინაღდებიათ? მაშინ განაცხადეს, რომ სერვისები ჩავარდნილი იყო და მოსახლეობას ჰქონოდა წვდომა სერვისებზე. არ ვიცი, ვის უწყობენ ბოიკოტს, საკუთარ თავებს თუ ამომრჩევლებს. ხელოვნურად ხდება ამ პროცესების შეფერხება. მერია ვერ აწვდის შესაბამის პროგრამებს მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს. ქუორუმის არარსებობა გამოწვეულია ნაციონალური მოძრაობის და პარტია ახალის არ დასწრებით. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ოპოზიციის საბოტაჟის გამო სახაზინო საქმიანობა შეფერხებულია და ყველა ტრანზაქცია შეჩერებული. მერია კონტრაქტორებთან აღებული ვალდებულებების გასტუმრებას ვერ ახერხებს. პრობლემები შეიქმნა სოციალური სახლების მშენებლობაზეც, რომლის განხორციელება უკვე დაწყებულია და შემსრულებლებთან ანაზღაურება ვერ ირიცხება. ვერ ხერხდება კომუნალური გადასახდელების გადახდაც. ერთი შეკითხვაა საკრებულოს მიმართ, ოპოზიციური საკრებულოს მიმართ, რომლებიც უმრავლესობაში არიან, ვის უცხადებენ ბოიკოტს, საკუთარ თავს თუ მოსახლეობას, ალბათ უფრო მოსახლეობას, ვინაიდან ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ესე იგი, იჩაგრება ჩვენი საზოგადოების ინტერესები, ამიტომ მოუწოდებთ მათ ის ტექნიკური პროცედურა, რომელიც მათი უფლებამოსილებაა განახორციელონ ამ საკითხთან დაკავშირებით. რატომ უშლის ხელს ზუგდიდის ოპოზიციური საკრებულო მუნიციპალიტეტში პროექტების განხორციელებას? ნაცმოძრაობის და ახალის წევრები ჩვენთან საუბარს თავს არიდებენ.